Danში მომხდარი ტრაგედიის ადგილს კონსტრუქტორები სწავლობენ. ავარიულ შენობაში მძიმე სურათია, რამდენიმე სანტიმეტრით გადახრილია კედლები და მთლიანად ჩამონგრეულია ორი სართული. კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, სწორედ ამის შემდეგ იგეგმება გასახლებული ოჯახების საცხოვრებელ ბინებში დაბრუნება. 5 დაღუპული, რამდენიმე დაშავებული და სახლკარის გარეშე დარჩენილი 40-მდე ოჯახი. მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ორი გოგონა ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. Danში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილ მე-5 ადამიანს მაშველებმა ნანგრევებში გვიან ღამით მიაგნეს. პირველად მონაცემებით ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მე-5 სართულზე მომხდარი აფეთქების შემდეგ 2 სართულზე ჭერი ჩაინგრა. მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე მცხოვრები ადამიანები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. საბოლოო მონაცემებით შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 2 მოქალაქის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. Patsienti ამჟამად მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ის იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. მდგომარეობა მძიმე რჩება ცხადია, თუმცა არის სტაბილური. და ასევე დაგეგმილია დღეს ან ხვალ ოპერაცია, რომელიც ჩატარდება კისრის მალის დაზიანების გამო. კლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსი ძლიერი აფეთქების შემდეგ ავარიულია. დეფორმირებულია კედლები. მე-4 და მე-5 სართული ჭერის გარეშეა დარჩენილი. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პირველი და მეორე სადარბაზო საცხოვრებლად უსაფრთხოა. იქ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება უკვე მისცეს. მესამე და მე-4 სადარბაზო კი მნიშვნელოვან რეაბილიტაციას საჭიროებს. მანამდე კი უსახლკაროდ დარჩენილ 38 ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასტუმროები უქირავა. Მომენტალურად აღტა კორპუსი თითქოს და გაჩერდა. ვერც კი გავიგეთ, ის მივხვდი რომ იწის რა არისო, მაგრამ ვერაფერით ვერ ვიფიქრე რა უნდა ყოფილიყო. გარეთ გამოვიხედეთ, ხალხი გამორბოდა და ჩვენც ბავშვებს ხელი მოუკიდეთ და წამოვეყვანეთ. ამი გაგვათენებინეთ სასტუმროში. და ვიცი, აბა ველოდებით, ახლა რა გვიძავენ, არ ვიცი, ხის გაგვიყვანეთ თუ გვაცხოვრებენ ამ სახლში, არ ვიცი. ხონება მიტოვებულია, კარები ღია, ყველა სახლის ბინები განადგურებულია, ფაქტიურად ქუჩაში ვართ დარჩენილები. რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ კორპუსის აღდგენითი სამუშაოების პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კონსტრუქტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დანაყოფებთან ერთად მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას კიდევ რამდენიმე თვე ვერ შეძლებს. ფასადის მხარეები არის ჯერ კონსტრუქციულ ნაწილში მოსაყვანილი წესრიგში და შიდა სამუშაოები. ამიტომ ეს არ იქნება 1 და 2 დღის სამუშაო, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი დროის სამუშაო, ეს იქნება დაკვირვების სამუშაო, ეს აყვანილი არის ძალიან მაღალი კონტროლის ქვეშ. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დღეს დედაქალაქის მთავრობამ კომპენსაციების შესახებ დახურულ კარს მიღმა იმსჯელა. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.